მოგესალმებით, თქვენ თვალს ადევნებთ პირდაპირ ეთერში ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ამბებს და პირდაპირ ეთერში თქვენ ხედავთ ახლა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ჯიხურების დემონტაჟის პროცესი. ბათუმის მსგავსად ტურისტულ ქალაქში ქობულეთშიც დაიწყო უნებართვო ჯიხურების დემონტაჟი და ეს არის აღმაშენებლის ქუჩა. და როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, მე პატრონეს წინასწარ ქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დემონტაჟის პროცესი უნდა დაიწყოს და ახლა ეს პროცესი მიმდინარეობს აღმაშენებლის ქუჩაზე. მანამდე ქალაქის მასშტაბით არაერთი ობიექტი დაანგრიეს და როგორც მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს ინფორმაციას, ეს პროცესი გაგრძელდება ქალაქის მასშტაბით, რადგან უნებართვო ჯიხურების ადგილი არ არის ტურისტულ ქალაქში. მუნიციპალიტეტის მერია მდებარეობს რამდენიმე მეტრში და თქვენ კადრში ხედავთ, თუ იყო ეს უნებართვო მშენებლობა, რატომ საქმიანობდნენ აქ ადგილობრივები წლების განმავლობაში და რატომ გახდა პრობლემა ახლა, ეს არის მთავარი კითხვა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უნებართვო ჯიხურები დაანგრიეს ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის გარემოვაჭრეებსაც ეკონომიკური საქმიანობა შეუზღუდეს და უნდა ითქვას ისიც, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტმაც დაიწყო აქტიურად უნებართვო ნაგებობების დემონტაჟი. თქვენი იყო ეს ჯიხური? არა. რატომ ანგრევენ? არ ვიცი აქ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ უნებართვო ობიექტებიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია და როგორც ჩანს, წლების შემდეგ გაახსენდა მუნიციპალიტეტს, რომ უნებართვო მშენებლობები ამ ქალაქში არის პრობლემა და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პროცესი არის არათანაბარი, არასამართლიანი, რადგან შენობებს ძირითადად უნგრევენ იმ ადამიანებს, რომლებსაც გავლენიანი პატრონები არ ჰყავთ მმართველ გუნდში, ასევე ჩინოვნიკები არ მფარველობენ და შენობებს უნგრევენ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც თავის რჩენის ერთადერთი საშუალება არის ასეთი ეკონომიკური საქმიანობა. აქ არიან ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ჩვენ ველოდებით მათგან, რომ მოგვეწოდონ დამატებითი ინფორმაცია. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს აქვს უკვე ჩვენგან მითითება თხოვნა იმის შესახებ, რომ უნდა ჩაგვეწერნონ პასუხისმგებელი პირი, ვინც განმარტავს თუ რას უკავშირდება გადაწყვეტილება. ჩვენ ველოდებით ცხადია ოფიციალური უწყებისგან განმარტებას და თუ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ პირდაპირ ეთერში მოგესმენინოთ, ცხადია აჭარა თაიმსის მაყურებელს ექნება ამის შესაძლებლობა.
უნებართო შენობებს აქტიურად ანგრევენ ბათუმშიც. ჩვენ არაერთი ასეთი მაგალითი ვნახეთ, როგორც ბათუმის ბულვარში, ასევე ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე ანგრევენ ყველანაირი ტიპის ნაგებობას და ეს პროცესი არის საკმაოდ აქტიური. დღეს სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ გარემოვაჭრები, რომლებსაც ჯიხურები დაუნგრიეს გოგებაშვილის ქუჩაზე, მათი საპროტესტო აქცია გაიმართა და ისინი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მართავენ საპროტესტო აქციას, ითხოვენ კითხვებზე პასუხებს, თუმცა მათთან სასაუბროდ არავინ გამოდის. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით აბა რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნებართო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყოს? მიმართეთ პრესსამსახურს. თქვენ ადგილზე ხართ, პასუხისმგებელი მუნიციპალიტეტი წარმოადგენთ. მიმართეთ პრესსამსახურს. თქვენ ხართ გადაწყვეტილების მიმღები პირი და პრესსამსახური რა შემჭირდება, როცა თქვენ პირი არ ვარ. ვისგან გაქვთ მითითება უშუალოდ, რომ უნდა ფართო ვასრულებთ კანონს და მიმზადეთ და პრესსამსახურს გითხეთ. რა არა. კი ბატონო. ზედამხედველობის სამსახურს რა ხდება, რამდენი ობიექტის დემონტაჟაკეთებს კონკრეტულ პერიოდში? პრესსამსახურს მიმართეთ და ყველაფერს მოგაწოდეთ. მერე მიმართეთ და მოგაწოდეთ ყველაფერს. ბარიერი არ უნდა იყოს, თქვენ პირდაპირ ხედავთ და შეგვიძლია პრესები მაშინ ხდება, როცა მუშაობაში გიშლით ხელს ეხლა, რომ მოქალაქეებს არ შეექმნა რამე. თქვენ არ უზრუნველყოფთ საზოგადოების ინფორმირებას, ეს არის პრობლემა. პრესსამსახურს მიმართეთ და გაქცევენ პასუხს. პრესსამსახურისგან ჭირდებათ ნებართვა, რომ კომენტარი გააკეთოთ. ჭირდება მე, მაგრამ თქვენ უნდა მიმართოთ პრესსამსახურს და მოგაქცევთ. მიმართული გვაქვს და ველოდებით პასუხს. დაელოდოთ მე, შეშემოგივლე რა. რამდენი ობიექტის დემონტაჟაკეთებს შეგიძლიათ მოგებულოს რა? პრობლემაა ის, რომ საზოგადოების ინფორმირება მოახდინოთ და განუმარტოთ საზოგადოებას, თუ რატომ ანგრევთ ობიექტებს. მუნიციპალიტეტის მერიიდან რამდენიმე მეტრში თუ მდებარეობდა ეს უნებართო მშენებლობები, ამდენი წლის განმავლობაში როგორ ახერხებდნენ ეკონომიკურ საქმიანობას? რამდენი წელი იყო უნებართო ეს ობიექტი? მეუბნებით, გარკვევით გიხსნით, ხო? ახლა რატომ გახდა პრობლემა ეს ობიექტი? მერიის წინ იყო ეს ობიექტი. მიმზადით პრესსამსახურს, მიმართეთ და მოგაწოდეთ. სამსახური, აი ხედავთ. მერე მიმზადით, რა დაველაპარაკე, აი მარი. მერე ყველა უნებართო ეჭირება ამ ბატონს ეგ და მის ხდება თქვა. ხო, პრესსამსახური ვერ დაგველაპარაკებათ, ცხადია ჩვენ ველოდებით. ბატონო, გაუცდაური ურთიერთობა გქონიათ პრეზიდენტთან. პრეზიდენტი არ ნიშნავს, რომ ბარიერი შეიძლება შეუქმნას. აი თქვენ ხედავთ ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი გარბის მიმდებარე ტერიტორიიდან და კითხვებზე პასუხი არ აქვს მას და არ ამბობს იმას, თუ ვისი გადაწყვეტილებით რის საფუძველზე ინგრევა ქობულეთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ობიექტი და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მერიიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს ეს უნებართო ნაგებობები და როგორც ჩანს, წლების შემდგომ აღმოჩნდა ეს უკვე პრობლემა, მანამდე მუნიციპალიტეტს ამაზე არ ქონია რეაგირება. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მაშინ როცა ადამიანები მუნიციპალიტეტის შენობის წინ უნებართო ნაგებობებს აკეთებენ, ამაზე თავის დროზე საწყის ეტაპზე არ აქვს მაკონტროლებელს რეაგირება და უკვე მას შემდეგ ხდება საკითხზე რეაგირება, როცა უკვე ვიღაცის ინტერესში არ შედის ესა თუ ის ნაგებობის არსებობა.
აშენებული ან ფუნქციონირებს ფაქტობრივად მიწასთან გაასწორეს ერთი ობიექტი და ეს არ არის ერთადერთი და გამონაკლისი შემთხვევა. მანამდე მაგალითად ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზეც რამდენიმე ობიექტი დაანგრიეს, მათ შორის ქალაქის მთავარ მოედანზე, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზეც არაერთი ნაგებობის დემონტაჟი მოხდა და საინტერესო და საგულისხმო და აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ეს უკანონობები ხდებოდა მუნიციპალიტეტის მერიის წინ. ფაქტობრივად მერი ხედავდა ამ უკანონო მშენებლობებს წლების განმავლობაში, თუმცა მასზე რეაგირება მაკონტროლებელს არასდროს ჰქონია და როგორც ჩანს, ახლა უკვე მათ ინტერესში აღარ შედის ასეთი ტიპის ნაგებობები და ერთიანად ცდილობენ ქალაქი გაათავისუფლონ ასეთი ტიპის ნაგებობისგან. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ასეთი ტიპის ჭიხურები არ არის გამონაკლისი. საუბარი არის მაგალითად ქობულეთის მერიის უკანა ტერიტორიაზე, სანაპიროზე, თამარ მეფის ქუჩაზე არაერთი კაფე რესტორანი არის უნებართვოდ აშენებული, მათ შორის ზღვაზე ჩასასვლელ კიბეებზეც კი არის დაშენებული რესტორნები და ამის შესახებ აუდიტიც წერდა საკუთარ დასკვნაში, რაზეც მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურს რეაგირება არ მოუხდენია. აღსანიშნავია ისიც, რომ აჭარის მუნიციპალიტეტებს შორის ქობულეთი გამორჩეული არის უნებართვო მშენებლობებით და აქტიური არის ამ თვალსაზრისით. მაგალითად, გასულ წელს ცენტრალურ პარკში, ქალაქის შუაგულში ისე ააშენეს 4 სართული, რომ მენაშენეს არანაირი ნებართვა და არანაირი საფუძველი არ ქონია მშენებლობისა და ეს შენობა მას შემდეგ დაანგრიეს უკვე, რაც მედიამ ამის შესახებ აქტიურად მოამზადა არაერთი პუბლიკაცია, მათ შორის აჭარა ტაიმსმაც. გამარჯობა. რას ფიქრობთ, ქალბატონო, როცა ანგრევენ ასეთი ტიპის ჭიხურებს? აი გაწიერა, მინდა რა. უნებართვოდ გქონდა თქვენ ეს შენობა? არა, ის უნებართო იჯარით. და რატომ ანგრევენ მაშინ? გაფრთხილება იყო თქვენზე? როდის მიიღეთ გაფრთხილება? რატომ არ გინდათ საუბარი? თუ ფიქრობთ, რომ თქვენი უფლებები არის დარღვეული? შესაძლოა შემდეგი თქვენი ობიექტი იყოს, რა გაქვთ თქვენ სათქმელი? რამდენი წელი მუშაობდა ეს ობიექტი, შეგიძლიათ რომ მოგუყვეთ? ეს არის ერთ-ერთი მეპატრონე ამ ობიექტის, თუმცა მიზეზებზე საუბარი მას არ სურს, მიუხედავად იმისა, რომ მიაჩნია, რომ მისი უფლებები ირღვევა, ტელეკამერების წინ ამის შესახებ ის არ საუბრობს. ამ ობიექტიდან რამდენიმე მეტრში ასევე მდებარეობს ეს ობიექტიც, რომელსაც ფაქტობრივად ტროტუარი აქვს ათვისებული, ტროტუარზე არის განთავსებული მაგიდები და ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, მაგალითად, იგივე ბედს გაიზიარებს თუ არა ეს ობიექტი ან მოპირდაპირე მხარეს არსებული ობიექტი, ისიც ტროტუარის ნაწილზე არის განთავსებული, როგორც მაგიდები, ასევე კონსტრუქციაც და ამ მიმართულებითაც არ აქვს მუნიციპალიტეტიდან ინფორმაცია, რადგან ჩვენ ველოდებით განმარტებას, რომელიც იგვიანებს და დიდი ალბათობით არ იქნება განმარტება, რადგან ტელეკამერების წინ ასეთ დროს მუნიციპალიტეტის პირველი პირები არ საუბრობენ და საზოგადოების ინფორმირებას არ ახდენენ.
ჩვენ ისევ ველოდებით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობას არის დაპირება იმისა, რომ განმარტება გაკეთდება, თუმცა ჯერჯერობით ჩვენთან კონტაქტზე არავინ გამოდის, მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიც, თუმცა ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს კითხვებზე პასუხები და არ ვიცით გადაწყვეტილების მოტივი რა არის და რამდენად საფუძვლიანი არის ის პროცესი, რასაც თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში ხედავთ. ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ქუჩის მეორე მხრიდან აკვირდებიან პროცესს. აი ჩვენ ვცდილობთ რომ მოვიპოვოთ დამატებითი ინფორმაცია, თუმცა არავინ გვესაუბრება ამის შესახებ გადაწყვეტილების შესახებ განმარტებას არ ეკეთებენ როგორც მოქალაქეები, ასევე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. აი ჩვენ ვხედავთ, არ ვიცი კადრში რამდენად აღსაქმელი არის ობიექტის მეპატრონე ქუჩის მეორე მხრიდან აკვირდება ამ პროცესს თვალსრემლიანი, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ის ადამიანი თვლის, რომ მისი უფლებები ირღვევა, ამის შესახებ საჯაროდ არ საუბრობს. მათ შორის საზოგადოებას არ გააჩნია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი ობიექტი იქნება შემდგომი, ან რამდენი ობიექტის გაფრთხილება არის ამ ეტაპზე. მუნიციპალიტეტი არ განუმარტავს საზოგადოებას ასეთ დროს იმ პროცესების შესახებ, რაც მიმდინარეობს ტურისტულ ქალაქში. თქვენი ობიექტის რაღაც ნაწილი არის ტროტუარზე განთავსებული და ამის ნებართვა გაგაჩნია. ხობას რო დავაკავშიროთ შეგიძლია თან საკუთარ. არ არის თქო, გასაგებენაზე გითხარ. აქვე არიან ადგილობრივებიც, ნახოთ თუ აქვთ მათ რაიმე სათქმელი ან რას ფიქრობენ ისინი ამ დემონტაჟის შესახებ. მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ვარ, დაგველაპარაკებით, რას ფიქრობთ ეს შენობები რომ ინგრევა? ლამაზდება ქალაქი და მაგია, სხვა არაფერი. და პრობლემა იყო ეს მუნიციპალიტეტში, უნებართვო მშენებლობები. ვერ გეტყვით, მამდენი არ ვიცი. უნდა დაინგრეს თქვენი აზრით ეს ნაგებობები? ხალხი ცოდოა, მაგრამ ქალაქიც გალამაზდება. ეს არის სხვა და რამდენად სამართლიანი პროცესია, როგორ ფიქრობთ? შევხედოთ, დრო გვაჩვენებს. დრო გვაჩვენებს რა იქნება საბოლოო ჯამში. მე მგონი უფრო უკეთესობისკენ წავა საქმე. უკეთესობისკენ, სხვა რა გითხრათ. გასაგებია, მადლობა. ბატონო, თქვენ არაფერს გვეტყვით, რას ფიქრობთ? რას ფიქრობთ ამ? არაფერს არ ფიქრობ, გამანებეთ, აი ბიჭო. გასაგებია, შეურაცხყოფის აგრესიის გარეშე შეიძლება პასუხის გაცემა. ქალბატონო, თქვენ დაგველაპარაკებით, გვეტყვით. აი, ასეთი არის დამოკიდებულებები, განწყობები, ზოგიერთი მათგანი ემხრობა იმას, რომ ამ ობიექტების არსებობა პრობლემაა ქალაქისთვის, თუმცა ისინი ტელეკამერების წინ საუბარს ერიდებიან. ჩვენ კვლავ ვართ მოლოდინის რეჟიმში, გვაინტერესებს რას ფიქრობენ და გადაწყვეტილება საფუძვლად რა უდევს ამ პროცესს. მუნიციპალიტეტისგან ვერ მივიღეთ კითხვებზე პასუხები და ჩვენ ვერ ვახდენთ საზოგადოების სრულყოფილ ინფორმირებას, რადგან პასუხისმგებელი პირი არ უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას. უკაცრავად პასუხი გვექნება, გვაინტერესებს. როდის გვექნება უკვე ველოდებით. ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები აქ არიან და გავაკეთებ სპიკერი, გააკეთებ საუბრობად. რამდენ ხანში რომ ვიცოდეთ? ძალიან მალე, თავალოდ.
აი მალე არ იწურება, დასრულდება. ბატონო, ველოდებით ჩვენ განმარტებას მუნიციპალიტეტიდან რატომ არ არის, რატომ არავინ უხსნის საზოგადოებას, რასაც აკეთებთ, იმას რატომ აკეთებთ? ზედამხედველობის სამსახურს წარმოადგენთ თქვენ, ხო? პრობლემაა ის, რომ საზოგადოებას განუმარტოთ თქვენი გადაწყვეტილების შესახებ. აი ასეთია დამოკიდებულება და რეაქცია მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მხრიდან. ისინი არ ცდილობენ საზოგადოების ინფორმირებას და ჩვენ კიდევ გვიწევს ასე ვარაუდებზე საუბარი, რადგან არ გვეძლევა ინფორმაციის სრულყოფილად გაშუქების შესაძლებლობა. თქვენი მოთხოვნა როგორია თქვა, როგორც მოქალაქე, როგორც თქვა. ჩემი მოთხოვნა ჩემს მოთხოვნილებზე არ არის ეს ახლა გადაწყვეტილება, მაგრამ არ ვიცი, ვერაფერს ვერ გეტყვი. თუ კი ამეთ მათი გადასაწყვეტია. ქალაქის იერსახეზე როგორ მოქმედებს ეს უნებართვო მშენებლობები? ვერაფერს ვერ გეტყვი. უკომენტარო ან თქვენ პრობლემას ხედავთ თუ არა ამაში? ეს არის მარტივი კითხვა. ჩემთვის არაფერი არ გვრის პრობლემას, არც რო იყო ის და არც რო აიღებენ არც იმას. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ეს მერის გადასაწყვეტია და თვითონ გადაწყვეტავენ მათ. მადლობა. მოგესალმებით ქალბატონო. თუ შეგიძლიათ გითხრათ, რას ფიქრობთ ამ ობიექტებს როცა ანგრევენ თქვენ? გასაგებია კეთილი. მოკლედ უნდა დაგემშვიდობოთ, რადგან განახლებული ინფორმაცია თქვენთვის არ მაქვს, მათ შორის მუნიციპალიტეტიც არ უწყობს ხელს იმას, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ. ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, მათი მხრიდან არის სრული იგნორი, მათ შორის ადგილობრივებიც კი ერიდებიან ფლობელები ობიექტების საუბარს იმის შესახებ, რასაც თქვენ ახლა ხედავთ პირდაპირ ეთერში, ადამიანებს მიუხედავად იმისა, რომ ისინი თვლიან, რომ მათი უფლებები ირღვევა, საჯაროდ არ საუბრობენ და ასეთი არის რეალობა ახლა ხობულეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ აღმაშენებლის ქუჩაზე, სადაც ერთ-ერთი მორიგი ჯიხურის დემონტაჟის პროცესი მიმდინარეობს. მადლობა, რომ გვენდობით, მადლობა, რომ გვიყურებთ, უნდა დაგემშვიდობოთ, თუმცა ცხადია იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტი დამატებით განმარტებას გააკეთებს, აჭარა თაიმსის მკითხველსა და მაყურებელს ამის შესახებ აუცილებლად ეცოდინება. გააზიარეთ პირდაპირ ეთერი, რათა უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს წვდომა იმის შესახებ, რომ გაიგოს რა ხდება მის გარშემო. მადლობა კიდევ ერთხელ და ნახვამდის.